მოგესალმებით ჩემო ზურგასებო, დღეს ვპასუხობ იმ ეზოთერიულ კითხვებს, რომელზედაც ხმამაღლა ლაპარაკს ყველა ერიდება, სიყვარული, ფული, კავშირები, შინაგანი მაგნეტიზმი, ბოლომდე დარჩ, რადგან ერთ-ერთი პასუხი შენ ცხოვრებას ზუსტად რომ დღეს შეცვლის და მას ასეთ რო აღარ დავკარგოთ და დავიწყოთ. პირველი კითხვა, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მეტად სასურველი ქალი ვიყო, რომელსაც ყველა შენატრის? ტაროსა და ეზოთერიკაში არსებობს ერთი საიდუმლო არკანი, რომლის ენერგიას და სტოკი გააღვიძებ ადამიანები ქვეცნობიერად დაიწყებენ შენს ძიებას და როგორ უნდა გააკეთოს ყველაფერი ახლა გასწავლი. შეგიძლია გაიკეთოს საუკეთესო მაკიაჟი, მაგრამ თუ შენს შინაგან იმპერატრიცას ჯერ კიდევ ზინოს და დაბლოკილია, კაცები შენში მხოლოდ მეგობარს დაინახავენ. კაცებს არ იზიდავთ მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი ქალბატონები, მათ იზიდავთ ქალები, რომელსაც კონკრეტული ენერგეტიკული კოდები აქვთ გააქტიურებული, ალბათ გაგახსენდებათ შემთხვევები, შეუხედავ ნაკლებად შესახედი ვიზუალის მქონე გოგონას უფრო მეტი და ლამაზი კაცები ეხება გარშემო უფრო ანებირებენ, ვიდრე ვიზუალურად მასზე ბევრად 10-ჯერ და 100-ჯერ უკეთეს ქალბატონებს. სწორედ რომ ენერგეტიკულ მდგომარეობაშია ამ პრობლემის გასაღები. ტაროში ისმართავს ცეცხლის სტიქიას. ეს არის საკუთარი სხეულის მებებისა და სურვილების მიღება სირცხვილის გარეშე. ქალი ხდება მიმზიდველი სწორედ მაშინ, როდესაც მას აქვს საყვარელი საქმე, ჰობი, იდეა, რომელიც შინაგანად ანათებს მას. ეს შინაგანი ნათება, ანუ აურის ფსიმლარება, ფიზიკურად აღიქმება გარშემო მყოფების მიერ, როგორც წარმოუდგენელი სექსუალური მიზიდულობა. ქალი, რომელსაც ყველა შენატრის, არსებობს ვინმეს მოეწონოს, ის თავად არის წყარო. იმპერატორი ქალი არ მოითხოვს სიყვარულს, ვინაიდან ის არის თავად სიყვარული. როდესაც შენს შინაგან იმპერატორს აღვიძებ, სამყარო იწყებს შენს გარშემო ტრიალს. აუცილებელია შენი შინაგანი ჭრილოვანი მხარის, როგორიც არის მოსყოლებული სექსუალურობა, ბრაზი, ამბიციები, ამათი მიღება და არამათი ჩახშობა. როცა ქალი საკუთარ თავს ყველანაირად იღებს და მოსწონს საკუთარი თავი, ის ხდება ხელშეუხებელი და წარმოუდგენლად სასურველი. ახლა კი ძალიან მარტივი ეზოთერიული პრაქტიკა ქალბატონებისთვის, ხოლო თუ კი მამაკაცებსაც აინტერესებთ მსგავსი პრაქტიკა, რათა ქალბატონებისთვის გახდეთ მიმზიდველები, დამიწერეთ კომენტარებში და თქვენთვის ცალკე ჩავზერ ვიდეოს ჩემო ზურგასებო. ესე იგი ვიღებთ იმპერატორის არკანს, თუ კი არა გაქვთ სახში ტაროს კარტი, მაშინ უნდა გადმოიძროთ Google-დან, დასერჩეთ ან იმპერატრიცა, ან იმპრეს, ან იმპერატორი ქალი და აყენეთ ტელეფონის ეკრანზე. ყოველ დილას, როდესაც შეხედავთ თქვენ ტელეფონის ეკრანს, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს აურას ემატება ოქროსფერი ნათება. ასევე სარკეში შეხედვისას შეგიძლიათ გაატაროთ ეს პრაქტიკა, როდესაც შეხედავთ თქვენ საკუთარ თავს სარკეში, დილით განსაკუთრებით, როდესაც ენერგეტიკა სუფთა არის, წარმოთქვით შემდეგი სიტყვები. მე ვარ სამყაროს ცენტრი, მე ვარ სიუხვე, სიყვარული და მიზიდულობა. ყველაფერი რაც მჭირდება, თავად მოდის ჩემთან და იყოს ეს ასე და ეს ასეც არის. შეიძლება დამატოთ აღსრულ და მეორე კითხვაზე გადავიდეთ. გამარჯობა ნინი, თუ გადავწყვიტე რამის გაკეთება, მე ფიქრი მაწუხებს, რომ არ გამომივა. ალბათ ძალიან ბევრ თქვენგანს გამოგიზიათ ეს მდგომარეობა. ტაროს მიხედვით ჩვენი გონება და ფიქრები იმართება ჰაერისტიქის, ანუ ხმლების ენერგიებით. ხმლების ენერგია ძალიან სწრაფი ენერგია. როგორც კი იდეა დაგებადებათ, გონება მაშინვე თავს თავდაცვით მექანიზმს. გონება ცდილობს, რომ დაგიცვათ სიახლისგან, რადგან მისთვის უცნობი ტოლფასია სიკვდილის. გონება გეუბნებათ, რომ არ გამოგივა, არა იმიტომ, რომ მართლა არ გამოგივათ, არამედ იმიტომ, რომ ეშინია კომფორტის ზონიდან გამოსვლისა. ანუ ეს არის თქვენი კოგნიტური დისონანსი, რომელიც საკუთარ თავს ებრძვის თქვენი გონების სახით. კიდევ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეზოთერიული კანონია, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვან, არავის არ გაუზიარო იდეა. როდესაც გეგმაზე წინასწარ საუბრობ, თქვენი ქვეცნობიერება ამას აღიქვავს, როგორც უკვე შესრულებულს, ენერგია იფანტება და რეალიზაციისთვის ძალა აღარ გრჩებათ და გეწევათ შფოთვები. პატარა პრაქტიკული რჩევა უნდა მოგცეთ ახლა ჩემო ზურგასებო, როდესაც დაგიწყებათ ესეთი პანიკური შიშები და საკუთარი გონება დაგიწყებ საუბარს, არ გამოგივათ, ყრულად იწყებ, გაკეთეთ ეს ტექნიკა. დაიდეთ ხელი გულზე, სადაც მდებარეობს ანახატას ჩაკრა და თქვით ხმამაღლა. მე ვხედავ ამ შიშს, მაგრამ ის ჩემი ნაწილი არ არის. მე ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემი უმაღლესი მის სახელით და არა ჩემი გონების შიშებით. როგორც კი ფოკუს ფიქრებიდან გულში გადაიტანთ, ეჭვების ეგრეგორი ძალას დაკარგავს. ერთი შეხედვით ძალიან მარტივი პრაქტიკაა, მაგრამ სანამ არ დააპრაქტიკებთ და მის უმძლავრეს შედეგებს არ იხილავთ, სიახლეების გაზიარებას შეეშვით, სანამ საქმე ბოლომდე არ მივა ჩემო ზურგასებო და გადავიდეთ შემდეგ მესამე შეკითხვაზე. წინ ვერ მივდივართ, ვცდილობთ მე და ჩემი მეუღლე და თითქოს ერთ წრეზე ტრიალებ თუ აინტერესებს ჩემს ერთ-ერთ გამომწერს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ხშირი პრობლემა, რის გამოც ადამიანები ტაროლოგებსა და ეზოთერიკოსებს მიმართავენ, როდესაც წყვილი ერთად ცდილობს შრომობს, მაგრამ ფინანსურად თუ პიროვნულად ერთ წრეზე ტრიალებენ.
მაშინ საქმე გვაქვს არა ფიზიკურ სიზარმაცესთან, არამედ ენერგეტიკულ ბლოკთან და არასწორ დინამიკასთან. რატომ ტრიალებს წყვილი ერთსა და იმავე წრეზე? ფორტუნას ბორბალი ნეგატიურ ასპექტში და კარმული მარყუჟი, ორიოდე სიტყვით გესაუბრებით ამაზე, ტაროში გვაქვს ესეთი არკანი, როგორც არის ბედის ბორბალი, ფორტუნას ბორბალი, როდესაც ის დაბლოკილია ან ნეგატიურ ასპექტში იწყებს მუშაობას, წყვილი ხდება ეგრეთ წოდებულ კარმულ მარყუში, ანუ კარმულ წრეში. ისინი მუდმივად ერთსა და იმავე სცენარს გადიან. ჩნდება იდეა, იწყებენ კეთებას, უჩნდებათ იმედი, ბოლო მომენტში ყველაფერი უფასურდება ან იბლოკება და ისევ და ისევ ბრუნდებიან საწყის წერტილში. ეზოთერიული თვალსაზრისით მიზეზი შეიძლება ნიშნავდეს, რომ წყვილი ვერ გადის კონკრეტულ გაკვეთილს, სანამ გაკვეთილს, ხო, მაგალითად რა შეიძლება იყოს კარმული გაკვეთილი ეზოთერიული თვალსაზრისით? ერთმანეთისადმი ბრალდებების შეწყვეტა, ფულის მიმართ შიშების დაძლევა, ძველი წყენების გაშვება, სანამ არ გააცნობიერებენ ამ ყველაფერს, სამყარო მათ ამ წრიდან არ გაუშვებს, იმიტომ რომ კარმული კვანძი თუ არ გაიხსნა, შემდგომ ეტაპზე ადამიანების გადასვლა არ ხდება. ბევრმა წყვილმა არ იცის, როგორ მუშაობს ოჯახში ენერგომიმოცვლა. ეს არის სამყაროს დაწერილი თუ დაუწერელი კანონი, რომ ქალი არის იდეა და мотиваცია, მიწისა და წყლის სტიქია, ხოლო კაცი არის მოქმედება და რეალიზაცია, ანუ ცეცხლისა და ჰაერის სტიქია. რატომ იჭდება ენერგია კონკრეტულ მომენტებში? თუ ქალი გადადის კაცის როლში და იწყებს ყველაფრის კონტროლს, ნერვიულობს ფულზე, არენდობა ქმარს და ცდილობს თავად გადაჭრას პრობლემები, კაცის ენერგია იბლოკება. კაცი ქვეცნობიერად კარგავს მოქმედების ძალას, იქმნება ენერგეტიკული ვაკუუმი, სადაც ორივე პარტნიორი იფიტება. წინსვლა კი პაუზდება ან ნულდება. ასევე ხშირად ერთ კონკრეტულ წრეზე ტრიალი შეიძლება არ იყოს წყვილის ბრალი და ეს შეიძლება იყოს რომელიმე პარტნიორის საგვარეულო პროგრამა, მაგალითად საგვარეულო ნეგატივი, საგვარეულო წყევლა, ჯადო, რასაც თქვენ ეძახით ხოლმე. მაგალითად, თუ წარსულში მოიძებნება ფულთან ძალიან ცუდი დამოკიდებულების მქონე წინაპარი, შეიძლება იყოს რეპრესირებული ადამიანი, ხო, შეიძლება იყოს დაუბადებელი სიცოცხლის არსებობა, რაც შემდგომ სხვადასხვაგვარად ვლინდება შემდგომ თაობებში. თუ კი ხედავთ ჩემო კარგებო, რომ თქვენ და თქვენი მეუღლე თავს არ ზოგავთ შრომობთ, მაგრამ შედეგი არ გაქვთ, წინსვლა არ არის და ერთსა და იმავე წრეზე დადიხართ, მნიშვნელოვანი არის საგვარეულო დიაგნოსტიკა, შეგიძლიათ მოუმართოთ აღნიშნულ TikTok გვერდზე და გავიგოთ რა შეა თქვენი პრობლემის არსი და შესაბამისად უნდა გაკეთდეს საგვარეულო წმენდა. მოგცემთ ახლა პრაქტიკულ რჩევას. ქალმა უნდა შეწყვიტოს კაცის საქმეების კონტროლი და იმაზე დარგე თუ როგორ გააკეთებს კაცი ამას. ქალის ამოცანა არის ნდობა და შინაგანი სიმშვიდე, როგორც კი ქალი მოდუნდება, საკუთარ თავს მიხედავს და გააქტიურებს ზემოთ აღნიშნული იმპერატორი ქალის ენერგიებს, კაცს ეგრევე ეხსნება გზა მოქმედებისთვის. შეგიძლიათ განახორციელოთ მადლიერების პრაქტიკას რის გასარღვევად ყოველ საღამოს წყვილმა ერთმანეთს უნდა გადაუხადოს მადლობა მცირედი დეტალებისთვისაც კი. მადლიერება ყველაზე მაღალვიბრაციული ენერგიაა ჩემო სულფასებო, რომელიც მყისიერად ანგრევს დაბალვიბრაციულ კარმულ მარყუჟებს. ტაროს პრაქტიკაში სამყაროს კარის გაღების პრაქტიკა არსებობს. თუ სახში გაქვთ ტაროს კარტი, იპოვეთ სამყაროს არკანი, ეს 21 არკანი, რომელიც წრის დასრულებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის სიმბოლო არის და დადეთ თქვენ საერთო ფოტოსთან ახლოს, ხო? არაგერიოთ ეს არის ფორტუნას ბორბალი და თქვენი ამოცანა ან მიზანი არის, რომ იპოვოთ 21 არკანი, ვისაც ტაროსთან გაქვთ შემხებლობა და მიეცით სიგნალი, რომ ძველი ციკლი სრულდება, ჩვენ შევდივართ ახალ ღია სამყაროში. თუ არა გაქვთ ტაროს კარტი, მაშინ გადმოტვირთეთ, საოცარი შედეგები აქვს ამ პრაქტიკასაც და შეგიძლიათ რამოდენიმე კვირაში შედეგები გამიზიაროთ ამავე ვიდეოზე. გადავედით მეოთხე კითხვაზე. ითხრეს ჯადო მაქვს და შემეშინდაო. მე კიდე ჩავიკითხე რომ და რა ამით რო შეგეშინდა, ხო ახლა ასე ნებისმიერ ვინმეს რამის თქმა შეუძლია. არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, დავიჯერო თუ არაო, ესეთი რაღაცა აინტერესებს ჩემს შემდეგ გამომწერს. ეზოთერიკაში პირველი და უმთავრესი წესია, რომ არ უნდა ჩავარდეთ პანიკაში. შიში ეს არის ყველაზე დიდი კარი, რომლითაც ნეგატიური ენერგია თქვენს აურაში აღწევს. თუ თქვენ გეუბნებია, რომ ჯადო გაქვთ და ამით გაშინებენ, რათა დიდძალი თანხა გადაგახდევინონ, ხო, აი ამ ყველაფრის მოსაშორებლად, 99% შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი შარლატანობა და ენერგეტიკული манипуляция. ძლიერ მოქმედი ჯადოს, ანუ ენერგეტიკული ნეგატივის დადებას ადამიანზე ჭირდება მნიშვნელოვანი ცოდნა და რა თქმა უნდა ადამიანი უნდა იყოს ფაქტურად უცოდველი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მარტივად გააქტიურდეს. თუმცა ხშირად ადამიანებს აქვთ გაფუჭებული აურები, ძლიერი შური, ავითვალის, საკუთარი ნეგატიური ფიქრებით შექმნილი თვითჯადო, რაც ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც ნამდვილი ნეგატივი. ეხლა მე თქვენ ჩემს მაყურებლებს მოგცემთ სიმპტომების აღწერას, რათა თავად შეაფასოთ, გაქვთ თუ არა ეს მდგომარეობა, რაც ნამდვილად ჯადოს აქტიური ფაზის მდგომარეობას აღწერს. თუ კი თქვენით ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ მომმართოთ და გავიგოთ, მართლა გაქვთ ჯადო თუ უბრალოდ გატყუებენ ან თქვენივე წარმოსახვის ნაწილი არის. ფიზიკური ნიშნები მოკლედ, სხეულის რეაქცია. პირველი, ქრონიკული დაღლილობა, იღვიძებთ უკვე დაღლილი, თითქოს ღამით მძიმე სამუშაო შეასრულეთ.
ძილში ენერგიის აღდგენა არ ხდება. მეორე ნიშანი, ეს არის უცნაური ტკივილები. ხშირად თავის ტკივილის სიმძიმის შეგრძნება მხრებზე, თითქოს ტვირთი გაწევთ, ხომ? მკერდის არეში ასევე. ექიმები ვერ უძებნიან ამას მიზეზებს, სამედიცინო მიზეზებს, რატომ შეიძლება იყოს ეს გარემოება თქვენს თავს. ცივი კიდურები, ხელები, ფეხები და კანკალი. უეც არის სიცივის შემოტანა სხეულში, თუნდაც თბილოთახში, როდესაც იყოთ, ერთ-ერთი მთავარი დამადასტურებელი ნიშანი არის. ასევე თვალების გაშტერება და თვითდაზიანების მოთხოვნილება. ფსიქოლოგიური ქცევითი დამოკიდებულებით შეგვიძლია ვივარაუდოთ ასევე ჩადოს აქტიური ფაზა თქვენზე, როგორც არის აპათია და დეპრესია. უეც არის ინტერესის დაკარგვა იმის მიმართ, რაც გიყვარდათ და არაფრის კეთების სურვილი. უმიზეზო შფოთვა და კოშმარები, ღამის შფოთები, გაღვიძება, განსაკუთრებით 3-დან 4 საათამდე ღამის პერიოდში, რომელიც დემონური საათის სახელით არის ცნობილი, ასევე ალქაჯის საათსაც უწოდებენ ხოლმე, როცა სამყაროთა შორის ზღვარი თხელდება. კოშმარული სიზმრები მაგალითად, სადაც ვარდებით მაღალი ადგილიდან გდევნიან, ჭუჭყიან წყალს ხედავთ, შავი ფერის ცხოველები, ყვავები, ძაღლები, კატები, რომელიც აგრესიულად არიან გამშვალული, ხო? ადამიანი მაგალითად აგრესიული და შემოწმუნებელი სახით, რომელიც გებრძვით რელიგიური ნიშნით, ან გაიძულებთ, რომ მიიღოთ რაღაცა კონკრეტული, ხო, მიიღე, დალიე, შეჭამე, ესეთი რაღაც. მიზერის არიდება სარკეში. ადამიანი, ვისაც ნეგატიური ზემოქმედება ან უჯადო არის, ქვეცნობიერად უჭირს საკუთარ თვალებში სარკეში ყურება, ასე რომ გადაამოწმეთ შემოწირფას. კიდევ მყაფიო ნიშნებებთან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თქვენზე აქტიური ჯადო არის, ყველაფერი ერთდროულად როდესაც გუჭდება. ტექნიკის შორის არის დაზიანება, მცენარეთა ჭკნობა და ალპობა, შინაური ცხოველების უცნაური ქცევები ან სიკვდილი უცნაურ გარემოებაში, სადაც საერთოდ არ იყო ამისი შესაძლებლობის დაშვება. ძაღლები და კატები გაურბიან თქვენთან კონტაქტს, ან პირიქით აგრესიულები ხდებიან თქვენს მიმართ. ფინანსური და პირადი ურთიერთობების გზების ჩაკეტვა. საქმე, რომელიც მოგვარებული იყო ბოლო წამს ყოველგვარი ლოგიკის გარეშე შეიძლება ფუჭდებოდეს. ანუ გავიგეთ, როგორც უნდა ვივარაუდოთ, შეგიძლია აიღოთ, გადაახვიოთ ვიდეო, ჩამოიწეროთ ეს ნიშან-თვისებები და სათითაოდ გატესტოთ. თუ კი დაინახავ, რომ დაუშვათ 7, 6 ან 5 მათგანი დადებითია, დანარჩენი უარყოფითი, ესე იგი ნამდვილად არის თქვენზე კონკრეტული ჯადო, შეიძლება მეტად აგრესიული ენერგიებით იყოს გააქტიურებული, ნეკრომაგიით მაგალითად, ან შეიძლება ნაკლებად აგრესიული, უბრალოდ ავითვალის, შურის და ასე შემდეგ, ცოტა ლაითი ენერგიებით. ამას რა თქმა უნდა სჭირდება აუცილებლად ინდივიდუალური კონსულტაცია, მხოლოდ თქვენით ამის დადგენას ვერ შეძლებთ, იმიტომ რომ ჩვენ აქ სპეციალური მექანიზმები გვაქვს, რითაც ვადგენთ ამას, მაგრამ თუ კი აქამდე ვერ მოდიხართ და გინდათ რომ საკუთარი ძალებით სადაც პატარა პრაქტიკას გაგიზიარებ, ეს არის საუკუნეების მანძილზე გამოცდილი უსაფრთხო ხალხური მეთოდი. აიღე აი ესეთი ჭიქა, ჩაასხი ოთახის ტემპერატურის წყალი. აქ ახლა გაყინული წყალი არის, მაგრამ თქვენ ოთახის ტემპერატურის გამოიყენეთ, აიღეთ უნიკად მის კვერცხი, ფრთხილად გატეხეთ და ჩაუშვით წყალში, ისე რომ გული არ დაზიანდეს, არ აითქვიფოს და ასე შემდეგ. დატოვე ეს ჭიქა საწოლის თავთან, სადაც გიდევთ პატარა ტუმბო, კომოდი მაგალითად და მთელი ღამის განმავლობაში დატოვეთ. დილით შეხედავ ჭიქას და თუ წყალი სუფთაა, კვერცხი შეუულებრივად არის, როგორც დატოვია წინა ღამით ისე არის, ესე იგი თქვენი ენერგეტიკა სუფთაა და ყველაფერი ოკეია. დატოვებდნენ ისინი დიდი ალბათობით, ვინც გიმტკიცებდა, რომ ჯადო გაქვს. თუ კვერცხის ცილის ზემოთ ამოდის თეთრი ძაფები, თეთრი ჩანართები, აბლაბუდის მსგავსი, ასე ვთქვათ, ჩანართები, არის თეთრი ჩანართები და აბლა სახი არის გამოხატული კვერცხზე, მხრეული დაგხვდათ ხო წყალი. ან ბუშტუკები დაგხვდათ, ზედაპირზე ამოვიდა კვერცხის სული მაგალითად. ეს მიანიშნებს, რომ თქვენს გარშემო არსებობს სერიოზული ნეგატივი, კვერცხის ორგანიზმი არის ცოცხალი, როგორც იცით და მან საკუთარ თავზე რაღაც ნაწილი აიღო და გვანიშნებს, რომ შენზე არის ან შურის, ან ავითვალის, ან მძიმე მაგიური თავდასხმის აქტიური ნიშნა, რაც ძალიან ბასრი და აგრესიული ენერგიებით არის წარმოდგენილი. ან შეიძლება შენს გარშემო იმყოფებოდეს დემონური სული, რომელიც პაროს ენერგიას, ასე რომ ამ შემთხვევაში თუ კი ჩემი დახმარება დაგჭირდებათ, ანუ ცვლილებები აშკარა იქნება, მხოლოდ მაშინ მოვმართეთ აღნიშნულ TikTok-ზე, არ შეგეშალოთ მის სხვა გვერდი არ გამოჩნია ფიზიკურად, ან Instagram-ზე UGC nini 55. სხვა გვერდი მე არ მაქვს ფიზიკურად. მადლობა ჩემს გამომწერს ძალიან საინტერესო კითხვისთვის და გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. მოვიკითხავ ჩემს უსაყვარლეს პირს აქედანაც, რა უნდა გავუშვო ჩემი გონებიდან სამუდამოდ, რათა მოვიზიდო სასიყვარულო პარტნიორი, ანუ დიდი ალბათობით როგორც მის სულს და გულს გაიხარდება ისეთი. უაღრესად სიღრმისეული და ფსიქოლოგიურ ეზოთერიული კითხვა არის და მადლობა ამ საინტერესო კითხვისთვის მას. ყოფილი პარტნიორის ენერგეტიკული აჩრდილები, დაუსრულებელი დიალოგის მომენტები. ეს არის ყველაზე დიდი ბლოკი
ბევრი ფიქრობს, რომ თუ ფიზიკურად დაშორდა ადამიანს გზა გახსნილია, მაგრამ ეზოთერიული გადმოსახედიდან რეალობა სულ სხვანაირია. თუ გონებაში მუდმივად უმტკიცებთ რამეს ყოფილს, იხსენებთ წყენებს, ან ქვესნობიერად ელოდებით, რომ ის დაბრუნდება და დააფასებს თქვენს პიროვნებას, თქვენს აურაში ახალი პარტნიორის ადგილი ფიზიკურად არ არის, იმიტომ რომ სამყარო ხედავს, რომ სასიყვარულო სკამი დაკავებული არის ამ აჩრდილით. სანამ ძველ ტკივილებს ბოლომდე არ დაასრულებთ და ზურგში ჩარჭობილ ხმლებს არ ამოიღებთ, ჩემო კარგო, ახალი ციკლი ვერ დაიწყება ფიზიკურად, სანამ არ გაივლით ტრანსფორმაციის ძალიან დიდ ეტაპს, რაც დანაკარგებით იქნება აღსავსე, რა თქმა უნდა, თუნდაც იმ მოგონებების დანაკარგებით, წყენების დანაკარგებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სამყაროში მოგეხსენებათ ვრცელდება მიზიდულობის კანონი, რასაც ასხივებ, იმასაც იზიდავ. თუ გჯერათ, რომ თქვენს გარშემო მხოლოდ არასანდოდ ცივი ადამიანები არიან, თქვენი ფოკუსი ავტომატურად გაფილტრავს ჯანსაღ ადამიანებს და მოგიყვანს სწორედ იმას, ვინც თქვენს ამ ნეგატიურ რწმენას დაადასტურებს, რომ კი, ნამდვილად მასე არის, ნამდვილად ცივი, მოღალატე და არასათანადო ადამიანი არის შენი ხვედრი ამ სამყაროში, ხო, როგორც შენი ეჭვები ღაღადებს ამ ყველაფერს. უნდა გაუშვა ეს რწმენა, რომ სიყვარული დეფიციტშია თითქოს შენთან დაკავშირებით. როდესაც ადამიანს გონებაში წინასწარ აქვს გაწერილი ზუსტი სცენარი, თუ როგორი უნდა იყოს მისი პარტნიორი, მაგალითად სიმაღლე, პროფესია, ქცევა, ფინანსები, ის კეტავს ბედისწერის გზებს, იმიტომ რომ ეზოთერიული რეალობით სულები ერთმანეთს ტოვებენ არა გონების გათვლებით, არამედ ვიბრაციებით. ხშირად ადამიანი, რომელიც ნამდვილად ბედნიერს გაგხდის, საერთოდ არ ჯდება თქვენს გონებრივ შაბლონებში და უნდა გაუშვა მოლოდინი შემოძურფასო, თუ როგორ უნდა მოვიდეს სიყვარული, მიენდეს სამყაროს დინამიკას უბრალოდ ძალიან მარტივია. ეხლა კი პატარა ეზოთერიული პრაქტიკა ენერგეტიკული ძაფების გადაჭრისათვის დახუჭე ეხლა თვალები და წარმოიდგინე ის ადამიანი, ვინც წარსულში გულს გტკინდა და ვისაც დღემდე ფიქრობს. წარმოიდგინე, რომ თქვენ გულებს შორის გაბმული არის ენერგეტიკული ძაფი. ან მაგალითად თოკი, რომლის მეშვეობითაც თქვენი სასიცოცხლო ენერგია მასთან მიედინება. გონებაში აიღე ოქროსფერი მაკრატელი და გადაჭერი ეს ძაფი და აუცილებლად თქვი ხმამაღლა. მე გიშვებ სიყვარულითა და მადლიერებით იმ გაკვეთილისთვის, რაც მომეცი. ჩემს ენერგიას ვიბრუნებ უკან, შენსას კი გიბრუნებ შენ. მე თავისუფალი ვარ ახლა სუფთა სიყვარულისთვის. გაკეთე ეს რამდენჯერმე და იგრძნო როგორ შეგემსუბუქდება გულმკერდის არეში სიმძიმე. ასევე შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ ცეცხლის ალზე ნეგატიური ფიქრების დაწვის პრაქტიკა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, შემდგომი ეტაპისთვის კი კვერცხით წმენდის პრაქტიკა. ხო, თუ კი ხედავ შემოძურფასო, რომ ეს ისწოდე, ის ისწოდე, საკუთარი ენერგეტიკით ამ ყველაფერს ვერ ერევი და ის ადამიანი, ვინც შენზე ესე ვამპირობს და წარსულიდანაც კი ცდილობს რომ გამოგწოვოს სასიცოცხლო ენერგია, მაშინ მომმართე პირადი კონსულტაციისთვის, იმიტომ რომ სხვა გზა ფიზიკურად არ არის იმისთვის, რომ მე დაგეხმარო და ჩამოგხსნა ამ ადამიანის ენერგეტიკას. სანამ საკუთარ თავზე არ გამოსდი, მანამ გაგეჭირდება ამის დაჯერება. მადლობა ძალიან საინტერესო კითხვისთვის, ჩემს უსაყვარლეს ბიჭს და გადავდივართ შემდეგ შეკითხვაზე. გამარჯობა, როგორ გაუშვა გონებიდან ერთი და იმავე ფიქრები ისტორიულად რო ხარ მიჯაჭულიო? ესეთი რაღაც აინტერესებს ჩემს. შემდეგ გამოწერს. მადლობა ასევე საინტერესო კითხვისთვის. ეზოთერიკაში ნებისმიერი მყარი ფიქრი არის ენერგია, როდესაც თქვენ დღეების, კვირების, თვების მანძილზე გეტრიალებთ ერთი და იმავე ნეგატიური სცენარიი თავში, თქვენს გარშემო შეიძლება სუბსტანციები შეიცვალოს, აი ამ ფიქრიდან გამომდინარეც კი. ეს ფიქრის ერთგვარი ფორმა იწყებს შემდგომ თქვენი ენერგიით კვებას. ის გავს პატარა პარაზიტს, ხო, ლარვას, ეგრეთ წოდებულს, რომელიც ყოველ ჯერზე, როცა დამშვიდებით, სპეციალურად გიგდებთ თავში ძველ ფიქრს, რათა გამოიწვიოს თქვენში ემოციური აფეთქება, ბრაზი შფოთი ან სევდა, თქვენ გამოყოთ ეს ენერგია და მან კი ისაზრდოთ. ამიტომ გეჩვენებათ, რომ ეს ფიქრი თვითონ მოდის და ძალაუნებურად გითხრებთ აი ამ დაუსრულებელ ციკლურ პროცესში. ცხენების ხრები მომდის ეგრევე ამ სცენარზე, როდესაც ვიწყებთ ხოლმე საუბარს თუნდაც ინდივიდუალურ გაშლებზე. ეს არის ერთგვარი კლასიკური მახე, როდესაც ადამიანი მძიმე მენტალურ ტრიგერში ვარდება, ხო, პატარა პროვოცირება და ეს ტრიგერი ეგრევე იღვიძება. ცხენების ხმლები ეს არის ილუზორული შიშების არკანი, როდესაც რეალური საფრთხე არ არსებობს. ყველაფერი მხოლოდ თქვენს თავში ხდება, ჩემო ძვირფასებო, ამ დროს. ეს არის გონების მიერ აგებული ერთგვარი ციხესიმაგრე, სადაც საკუთარი თავის პატიმარი თავად ვეხდები. მე თქვენ ახლა გაგეზიარებთ უძლიერეს პრაქტიკას, რომელიც მყისიერად მოქმედებს ამ შემთხვევაში. ეს არის პირველი ცეცხლით განწმენდა, როგორიც არის ნეგატიური ფიქრების ჩამოწერა შემდგომ ცეცხლის ენერგიით დაწვა და მეორე პრაქტიკა, როდესაც გრძნობ, რომ ესეთი ფიქრები ისტორიულ ფაზაში გადადის, მიდით ონკანთან, უშვით ცივი წყალი, დაისველეთ ხელები და კისრის უკანა ნაწილში დაიდეთ. ეს არის ენერგეტიკული ცენტრი. წარმოიდგინეთ, რომ წყალს მეაქვს ეს მენტალური ხმაური. ძალიან კარგად მუშაობს ორივე პრაქტიკა, უფრო მეტად ცეცხლის პრაქტიკა
ენერგეტიკა დაგეხმარებათ ალბათ ამ შემთხვევაში. მადლობა ჩემს გამომწერს ამ ძალიან საინტერესო კითხვისთვის და გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. ესეთი კითხვა არის: თავზე მემხობა ცხოვრება უსაშუალოდ მტკივა. ეს არის უკიდურესად გადაღლილი, გადამწვარი ადამიანის კითხვაც არ არის უბრალოდ, არ ვიცი, ადამიანი ვერ მოდის ინდივიდუალურ კონსულტაციაზე და მიზეზი ნამდვილად არ ვიცლებია, ჩემი ძირძველი და აქტიური გამომწერია, თუმცა რაღაცა ხდება ადამიანის თავს. ადამიანი როდესაც ამბობს, რომ თავზე ემხობა ყველაფერი და საშინელად მტკივა, ის იმყოფება უდიდეს ემოციონალურ და ფიზიკურ კრიზისში. ეზოთერიკასა და ტაროლოგიაში ამ მდგომარეობას უდიდესი მისტიკური და ტრანსფორმაციული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ის არ არის უბრალოდ უიღბლობა, ეს არის სულის გადატვირთვის უმძლავრესი პროცესი. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ძალიან დიდხანს ცხოვრობს ილუზიებში, არასწორ ადამიანებთან ერთად აკეთებდა საქმეს, რომელიც მისი სულისთვის დამანგრეველი იყო და თავად ვერ ბედავდა ამის შესვლას. როდესაც ცხოვრება თავზე გენგრევათ, იცოდეთ, რომ სამყარო არ გსჯიდის, უბრალოდ ანგრევს იმას, რაც თქვენი არ იყო, რათა ნანგრევებიდან გამოგათავისუფლოთ. მეხიეთ იმასწორად იმ კედლებს, რომლებიც გზას გიღობავდათ ახალი ნამდვილი ბედნიერებისკენ. ის, რაც მყარია და თქვენია, არასოდეს დაინგრევა, ამაზე გარანტიად შემიძლია დაგიდოთ ჩემო კარგებო. როდესაც გტკივად, ეს თქვენი სული კი არ კვდება, არამედ კვდება თქვენი ძველი ეგო, ძველი ჩვევების შიშები. ეს ტკივილი არის ახალი ადამიანის დაბადების პროცესი. ფენიქსიც კი მხოლოდ მას შემდეგ იბადება და რაც ბოლომდე დაიწובה, ხო იცით ეს ყველაფერი. შეწყვიტეთ ნანგრევების ხელით დაჭერა, როდესაც ყველაფერი ინგრევა ჩემოწვებასო. პირველი თქვენი რეაქცია პანიკურად ჩავეფაუჭოთ ძველ კედლებს. ეს არის ხო, ეს არის პირველადი რეაქცია. რაც უფრო მეტკივოს გვაყენებს, რა თქმა უნდა. პირიქით, უნდა გავშალოთ ხელები და მივცეთ ნგრევას დასრულების საშუალება. ნუ ეწინააღმდეგებით ხოლმე დინებას. პატარა რჩევის სახით გაგიზიარებ ჩემო კარგო. დადექი შიშველი ფეხებით მიწაზიანი იატაკზე ღრმად ისუნთქე და წარმოიდგინე, რომ ფეხის სულებიდან მთელი ეს ტკივილი და სიმძიმე დედამიწაში ან სულაც იატაკში გაედინება. მიწა და ხე ამ ენერგიას გადაამუშავებს და ძალად დაგიბრუნებს. შეგიძლია ასევე მადლიერების ენერგია გაუშვა სამყაროში, მადლობა სამყარო იმისთვის, რომ მე მივიღებ კიდევ უკეთეს რეალობას, რაც მე მქონდა და რასაც მე გავდიოდი იმასთან შედარებით. დიდი დასასრულის შემდეგ ყოველთვის მოდის რაღაცა ახალი, ხო, რაღაც ახალი ენერგია, განკურნების, სიმშვიდის და ახალი ნათელი გზების სიმბოლო. თქვენი კოშკი უკვე დაინგრა ჩემო კარგო, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ვარსკვლავის ენერგიები, ანუ სიახლის, სიმშვიდისა და განკურნების მდგომარეობა მომავალი არის ყველაზე ბნელი ღამე ყოველთვის განთიადის წინ იცის ხოლმე, ხო გაგიგიათ? მადლობა საინტერესო კითხვისთვის. თუ ეს ყველაფერი გაუსაძლისი გახდა, გეუბნებით პირადში ინდივიდუალური კონსულტაციისთვის და გადავედით შემდეგ შეკითხვაზე. გამარჯობა ქალბატონო ნინო, სულ რატომ ვიზიდავ ისეთ ხალხს, რომლებიც მაგიურ სფეროში არიან, რატომ ებრძვიან, არ მანებებენ თავს და რატომ იკეთებენ მაგიას, რატომ ბაძავენ ჩემს სახელს ირქმევენ, ჩემი ცხოვრება უნდათ, ყველაფერს მართმევენ. ნუ ესეთი ძალიან დრამატული და საინტერესო კითხვა მომაწოდა ჩემო გამომწერმა და მოდი ვუპასუხოთ ამას. პირველი და უმთავრესი მიზეზი, რის გამოც მაგიური სფეროს წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი დაბალ ვიბრაციული პრაქტიკოსები, როგორიც არიან შავბნელი მაგები და ენერგეტიკული პარაზიტები, თუ კი ასეთი ხალხი გეტმასნებათ მუდმივად, ეს არის თქვენი სუფთა, ძლიერი და უნიკალური შინაგანი სინათლის დამსახურება. ადამიანები, რომლებიც ბორო და ეგოისტურ მაგიაში არიან ჩართულნი, ხშირად საკუთარი სუფთა ენერგიის წყარო აღარ აქვთ ფიზიკურად და მათ სჭირდებათ დონორი, როგორც თქვენ ხართ მათთვის ენერგიის მასუხლებელი წყარო. მათ არ შეუძლიათ თქვენი სინათლის გენერირება და ამიტომ ცდილობენ მის მითვისებას. მიბაძვას და სახელის მითვისებას, როდესაც ვეხებით, ეგრევე ეშმაკის არკანი მახსენდება ხოლმე, როდესაც აი ესეთი ამ ენერგიაში მყოფი ადამიანები გვბაძავენ, ირქმევენ თქვენს სახელს და ცდილობენ თქვენი ცხოვრებით იცხოვრონ, ეს არის უძველესი მაგიური ილითისა და შურის ქვეცნობიერი გამოვლინება, თქვენი იდენტობის მოპარვა. მათ სურთ თქვენი იღბლის არხის ეგრეგორის თავისკენ გადართვა და მათ გონიათ, რომ თუკი თქვენს ნიღაბს მოერგებენ, თქვენს ბედისწერას და წარმატებასაც მიიღებენ, რაც სრული სისულელი და აბსურდი არის. რატომ გებრძვიან და არ განებებენ თავს? ისინი გებრძვიან, რადგან თქვენი არსებობა, თქვენი სისუფთავე და ძალა მათ საკუთარ უსუსურობასა და სიგნალეს უჩვენებს. ხო პირდაპირ, თქვენი დამარცხებით ან დამორჩილებით ისინი ცდილობენ საკუთარი ეგოსა და ძალაუფლების განმტკიცებას. ეს არის სულიერი პარაზიტიზმის ერთ-ერთი გამოვლინება. როგორ უნდა დაიცვათ თქვენ თავი, საკუთარი ძალით მოსინჯო ჩემო კარგო, ვინაიდან კრიტიკული სიტუაცია გაქვს, თუ ამან არ გაამართლა, აუცილებლად გეუბნები პირადში. ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ადამიანი ესეთ დროს აკეთებს, ეს არის შიში, ბრაზი, ისტერიკა, გადასვლა პირადში, ლანძღვა ესეთი ადამიანისა, მაგრამ რეალურად ოქროს წესი არის, რომ ყოველი შიში ან ემოციური რეაქცია არის პირდაპირი ხიდი, რითაც თქვენს ენერგიას უგზავნით ამ ადამიანებს. როგორც
როგორც კი თქვენს რეაქციას ასე ვთქვათ დაარეგულირებთ და შეწყვეტ რეაქტიულობას ამ შემთხვევაში მათ მიმართ სრულ სიცივეს თუ კი გამოავლენთ, მათი მაგია და ბრძოლა დიდი ალბათობით უკანვე დაბრუნდება, ანუ backfire ეფექტი ექნება, როგორც ბუმერანგის ეფექტი იგივე, ხო? მათთვის თქვენი მხრიდან იგნორირება ენერგეტიკული შიმშილის სტოლფასია, ასე რომ აუცილებლად გაუკეთეთ ეს დიდი საჩუქარი ბრძოლებში მათ. სახელისა და ვიზუალის ენერგეტიკული ჩაკეტვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თუ იგრძნობთ, რომ თქვენს სახელს ან იმიჯს იპარავენ, ძილის წინ გააკეთეთ ვიზუალიზაცია. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი სარკის წინ, სადაც სარკის ამრეკლავი მხარე მიმართული არის გარეთ, სამყაროსკენ. ყველაფერი ჩემთან რჩება, ყველაფერი სხვისი უკან ბრუნდება პატრონთან. ჩემი სახელი და ჩემი ბედი ხელშეუხებელია, აღსრულდა. ძალიან ძლიერი მანიფესტია სხვათა შორის, რაც შეეხება დამცავ არკანებს, ვისაც გაქვთ ტაროს დასტეს სახლში, იმპერატორი ანდამეტლე, ეს არის უდიდესი და უმძლავრესი დამცავი არკანები, საზღვრების დაცვის და გამარჯვებისკენ არის მიმართული მათი ენერგიები. გადმოიწერეთ და დააყენეთ ტელეფონის ეკრანზე. მაგალითად, ასე ვთქვათ, გვერდ ხო გააკეთეთ კოლაჟი, სადაც ორი ერთად განთავსდება. ეს ყველაფერი თქვენ შეგმატებთ გაცილებით დიდ ძალას, ვიდრე აი ესე დაუცველ სიტუაციაში ხართ წარმოდგენილი. ასევე ენერგეტიკული დამცავი, როგორც დაახლოებით ესე გამოიყურება, ხო, მაგრამ ეს არ არის ამ შემთხვევაში, თუ კი არ გაქვთ, ნამდვილად გაგეჭირდებათ ესეთ ადამიანებთან გამკლავება, იმიტომ რომ მანიფესტაციები და კი ბატონო არკანის დაყენება ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ როდესაც ადამიანი არისვენებს და ინტენსიური არის თქვენს მიმართ, თქვენი განადგურების მცდელობებით ნამდვილად დამცავი ელემენტის გარეშე არ გირჩევდით ყოფნას, იმიტომ რომ ყოველთვის იპოვენ ისინი ბზარს, იმიტომ რომ უცოდველი და ასე ვთქვათ, აქამდე ლაღად მოსული ადამიანი შეიძლება მილიონში ერთი იყოს. ასე რომ გაგრძელეთ, შემოკარგებო, მადლობა საინტერესო კითხვებისთვის. იმედი მაქვს მოგეწონათ კითხვა-პასუხის ვიდეოები, დამიწერეთ, დამატებით კიდევ რაიმე შეკითხვები თუ გაქვთ და შემდგომ ვიდეოში, ასე ვთქვათ, დავნერგოთ ეს მიმართულება, რომ მე თქვენს საინტერესო კითხვებს ვუპასუხებ, ასე ვთქვათ, არჩევებსაც მოგცემთ ხოლმე, რაც გაგიმარტივებთ ცხოვრებას. ახლა კი მადლიერების ნიშნად აუცილებლად კომენტარებში დააფიქსირე მადლიერება სამყაროსადმი აუცილებლად, იმიტომ რომ ენერგიათა ბალანსი არ დაირღვეს. დროებით შევხვდებით შემდეგ ძალიან საინტერესო ვიდეოზე.